გიყვარდეთ, მოითმინეთ, ნახე, სხვის შეცდომებზე თვალი დამუჭეთ, ნუ განრისხდებით და ნუ გაცეცხლდებით. შეუნდეთ ერთმანეთს, რომ ამით ქრისტეს მიემსგავსოთ და სასუფეველში მის სიახლოვეს ღირსნი გახდეთ. შვილებო, განკითხვას მოერიდეთ, ის ძალიან დიდი ცოდვაა. როცა განვიკითხავთ და გვეზიზღება ადამიანები, ღმერთს ძალიან ვამწუხრებთ. ხოლო საკუთარ შეცოდებებზე ვიზრუნოთ. ეს იყო ჩვენი სატყივარი. თავი განვიკითხოთ და მაშინ პოვებთ ღვთის სწავლობასა და მადლს. მიზერნო დავარ თქვენს მრისხანებაზე, თქვენსა რამე თუ მაშინ უფალი თქვენზე განრისხდება. ესე თქვენ როცა თქვენ ვინმე გულსო გაყოლიებთო, ეცადეთო სანამ ზე დავა მანამდე მიუტევოთო. მაშინ თქოში მაშინ უფალი განრისხდება თქვენზე. და მოყავს ესეთი მაგალითი. ხედავთ იმ ძმას, რომელიც ესეც ძალიან ახლო წარსულში მოხდა ათონის მთაზე. და იმას ყვება ახლა ეს ეპარემი. ხედავთ იმ ძმას, რომელიც უდები და მცონარე იყო. ტაძარში გამიშთების ლოცვებზე არ დადიოდა. არც მონაზვნურ მოვალეობებს ასრულებდა. მონაზონი იყო მონასტერში, რომელიც ლოცვებზე არ დადიოდა, მონაზვნურ მოვალეობებს არ ასრულებდა. მას ძმები ზარმასად თვლიდნენ. როცა ის დასნეულდა და სიკვდილს მიუახლოვდა, მომაკვდავთან ძმები შეიკრიბნენ, რომ სულისთვის სასარგებლო რა მოესმინათ, ან თვითონ ის ენუგეშებინათ. ესე იგი, რა უნდა მოესმინათ ახლა სულისთვის სასარგებლო? წმინდა მამა არ მიდიოდა ამ სამყაროდან. ერთი ზარმასი, არაფრის მარტისი ბერი იყო. მაგრამ როდესაც ესეთ მდგომარეობაში იყო ბერი, მათი აღსასრული იყო ხოლმე მძიმე. იტანჯებოდნენ, ყვიროდნენ, წიოდნენ, ეშმაკებს მიყავდათ მათი სული და სარგებელი ეს იყო, რომ ამ ბერებს კიდე მეტი ამის დანახვით ეს ხდებოდა ხოლმე ესე. და ბერებს კიდე მეტი გულმოდგინა მეეძლეოდათ, რომ დღეში არ ჩავარდნილიყო გადასვლების დროს. ამიტომ მივიდნენ მას, რომ ფიქრობდნენ, რომ რაღაც ამ დაგვარს ნახავდნენ. და მე ენუგეშებიეთ ეს ბერი და მისთვის ელოცავთ. ანიქრებ რაიმეს თქმა სურდა მათთვის. მაგრამ ნახეს, რომ იგი მხიარული და გაბრწყინებული სახით იყო. ერთი ძმა შეცდუნდა და უთხრა: ამას რავს ხედავ, ძმაო? სიკვდილი გიახლოვდება და შენ კი მხიარული ხარ. გული სიტყვა გვეუბნება, რომ არ იყავი თავის მაიძულებელი ადამიანი. ეგ საკუთარ თავს არ ებრძოდიო. ჩვენ ესე ვფიქრობთო. მას საიდან გაქვს ასეთი მხნეობა და მხიარული სახე? რით ახსნი ამას? და იწყებს ეს ბერდი საუბარს. დიახ, ძმებო, მიუგო მომაკვდავმა, მართლაც უდები და ზარმასი ვიყავი და არც ჩემს მოვალეობებს ვასრულებდი. მაგრამ ღვთის მადლით ერთ სიკეთეს მივახციე. არავინ გამიკითხავს, არავისთან მიჩხუბია. ძის ჩასვლამდე გულში არასოდეს დამიტოვებია ხინჯი მონასტრის რომელიმე ძმაზე. და რატი ძმებს არ განვიკითხავდი, ჯერა მეც არ განვიკითხავს ღმერთი, რადგან თვით ღმერთმა თქვა, ნუ განიკითხავთ, დაით არა განიკითხეთ. და ვინაიდან არ განვიკითხავდი, არც განვიკითხები, განსვიფდნენ ძმები და თქვენს, ძმაო, ცხონების გზა ძალიან ადვილად იპოვია. ის ძმა დიდი სიხარულით გარდაიცვალა. ხედავთ, როგორ იბრძოდნენ მამები, რომ საკუთარი სულის ცხონება მოეპოვებინათ და ამ გზაზე სუფლად და უბრძოდ ებდათ. აი ესეთი დარიგება როცა ეფრემ აიბრძოლებდა. ასე რომ და ერთმანეთს ვიტყვი, რომ ყველას თუ ვინმე აიბრძოლებდა საკუთარ თავს და მაიბრძოლებელი იყო ყველაზე მეტად ეს ბერი. აბა შეძლებთ ვინმე ადამიანი არ განიკითხო და არავინ არ გავაზრდა. თუ მაინდა-მაინც ვინმე გასაბრძებელს სიტყვას გეტყვის ან საქმე ჩაიდენს, ძის ჩასვლამდე აბაკია, როგორია. ანუ თუ ვინმე შრომობდა, ეს ბერი შრომობდა, არა შინაგანად შრომობდა, რომელიც თვალხილული არ იყო. ისინი შრომობდნენ გარეგნულად, ეს ბერი შინაგანად შრომობდა. აი როგორი ტკივილი წუხარება და გასასწრელი ქონდა გადატანილი ამას, სხვანაირად ეს შეძლებთ. აბა მოდი ახლა ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ხოლმე არ განვიკითხოთ. აბა მიდი შეძლებთ და არ განვიკითხოთ. თუ მადლი არ გაქვს, თუ არ აიძულებს საკუთარ თავს, თუ არ შრომობ,
თუ შინაგანად არ გეშინია ტკივილისა და მწუხარების, ჩვენ რატო გამიგებთ სხვას? რატო უხდით გასასწრებს? გეშინია, შიშრები ვარ და მითო. ამას ვაშკაცობა ჭირდება. არ განიგით, ამას ვაშკაცობა ჭირდება. ეს ხნეობის სული უნდა გქონდეს, რომ არაფერ არ განიგით და მერტა მოვცეს. სული ხნეობისა, სიძველისა, სიყვარულისა. მერტა დაგლოცოთ და თქვენთან ერთად რა. ჩვენთანაც